დედაქალაქის ბიუჯეტი 50 მილიონი ლარით მცირდება პროექტი განსახილველად დღეს თბილისის საკრებულოს გადაეგზავნა. ბიუჯეტის პროექტი 640 მილიონი ლარია. მომავალი წლისთვის თბილისში რეგისტრირებული 350,000 ოჯახი 100 ლარიან ვაუჩერს მიიღებს, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახები 250 ლარს კომუნალური გადასახადების დასაფარად მიიღებენ. ცვლილებები 2012 წლის ბიუჯეტშიც შევიდა. 2013 წლის თბილისის ბიუჯეტი ითვალისწინებს ეგრეთ წოდებულ კომუნალურ ვაუჩერს ყველა მოქალაქეზე, უბრალოდ ყველა აბონენტზე, ანუ ყველა თბილისურ ოჯახზე, ეს არის 100 ლარის ოდენობით, ხოლო მათ, ვისაც სარეიტინგო ქულა აქვს 70,000 სოციალურად დაუცველ ოჯახებს გულისხმობ, მათთვის ეს იქნება 250 ლარის ოდენობით. დედაქალაქის საკრებულოში შემოვიდა უკვე მერის ინიციატივით ბიუჯეტი, ჩვენ დავიწყებთ 10 დღის ვადა გვაქვს განხილვებისთვის, დავიწყებთ დედაქალაქის საკრებულოში განხილვებს ბიუჯეტის და ამის შემდეგ უკვე საგანგებო ხდომაზე იქნება ბიუჯეტის დამტკიცება. ცენტრალურ მთავრობასთან გარკვეული შეთანხმებების გამო შეწყვეტილი იყო ნოემბერ-დეკემბერში სოციალური პროგრამები, მაგრამ ქალაქის ბიუჯეტში გამოიძებნა ის რესურსი, რომ ჩვენ დეკემბერში უკვე აღვადგენთ ყველა იმ სოციალურ პროგრამას, რომელიც ქალაქს ჰქონდა 2012 წელს და დავალიანება, რომელიც ნოემბერში დაგროვდა ამ კუთხით, ძირითადად ეს მაინც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდასაჭერი პროგრამებია, მთლიანად იქნება დაფინანსებული.